მიხეილ სააკაშვილს აინტერესებს რადგან არის გაჩერებული სამუშაოები ახალქალაქის ახალ სარკინიგზო სადგურში. პრეზიდენტმა დღეს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ფარგლებში მშენებარე ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვის. სააკაშვილის თქმით, თბილისი წალკა ახალქალაქის საავტომობილო გზა გაწმენდილი არ არის და ამის გამო მოსახლეობას პრობლემები ექნება. უნდა სასწრაფოდ გაგრძელდეს ამ რკინიგზის მშენებლობა, რატო ახლა გაიწმინდოს გვიჭირდას რაღაცების დაწყებით, რომ ვიღაც რადიკალები არსებობდნენ, ესეთი მოკრიმინალო ელემენტები მოხდა იმათი განეიტრალება. შემდეგ გადავიწყეთ გზის მშენებლობა, რომელიც რატომღაც წელს საერთოდ არ გაწმენდილა, ამიტომ ზამთარში არ უფუნქციონირდა. დავიწყეთ ამ რკინიგზის მშენებლობა, რომელიც უნდა შეკრა საქაურები. დავიწყეთ სოფლის მეურნეობის პროექტები. წელს არის პირველი წელი, როცა ჯავახეთის ხალხი ვერ აბარებს კარტოფილს, იმიტომ რომ წინა წლებში ხელოვნურად ვიბარებდით და ხელით განზრეობდნენ, რომ ციტრუსები ჩაგვიდეს აჭარაში, ჩაგვიდეს, მაგრამ კარტოფილის ჩაგდება ჯავახეთში არ შეიძლება, იმიტომ რომ ამას კიდე ბევრად უფრო მეტი პოლიტიკური საფრთხე მოყვება, ვიდრე თქვათ აჭარაში სამწუხაროდ იმას, რაც გაკეთდა არ გაკეთდა ციტრუსებზე. ახალქალაქში მიხეილ სააკაშვილმა ნომერ მესამე ქართული საჯარო სკოლა დაათვალიერა და მოსწავლეებს შეხვდა. პრეზიდენტმა ქართული ენის სწავლების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობამ საქართველოში წარმატება სწორედ ქართული ენის მეშვეობით უნდა მიაღწიოს. ახალქალაქში ერთადერთი ქართული სკოლაა და ამ დროისთვის დაწესებულებაში 127 მოსწავლე სწავლობს. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რომ სომხურ ოჯახებში ცხოვრობენ ქართულის მასწავლებლები, ეს ქართულის მასწავლებლები უზრუნველყოფენ იმას, რომ ქართული შემოვიდეს აქ როგორც სახელმწიფო ენა, ვერსკალტოლელა მისი კოლეგები უზრუნველყოფენ იმას, რომ ამ უმაგრეს სკოლაში, რომელიც ჩემი ინიციატივით აშენდა, ამას განსაკუთრებით ვაქცევდი ყურადღებას, იყვნენ ქართველი და ეთნიკურად სომეხი ქართველი ბავშვებიც, იმიტომ რომ ორივე ჩემთვის ქართველია, მიუხედავად იმისა, ვის რა ეთნიკური წარმომავლობა აქვს. ჩვენი პასუხი იმაზე, რომ ენის საკითხებზე, რეგიონალური ენების საკითხებზე არის ძალიან მარტივი. საქართველოში წარმატებას უნდა მიაღწიოთ ქართული ენით.